ჩვენი დღევანდელი შეხვედრისთვის. უფალმა თქვა, რომ თქვენ თუ შეიკრიბებით, მე ვიქნებიო თქვენთან. ამიტომ მადლობა უფალს ვიფასებო, რომ იესო არის ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ იესოსთვის ვართ შეკრებილები. ამენ. ხარ იესოსთვის შეკრებილი. თქვი იესო მადლობა შენთვის. გაკურთხებთ და მოგიწოდებთ, რომ იყოთ სწრაფი მოსმენაში და საერთოდ ნელი საუბარში. ამენ. წინაკვირას მე ვიქადაგე იმაზე, რომ უნდა მიეწეპო უფალს და ვიფასებო ძალიან ესეთი მაგალითები მოვიყვანე, ვისაც გახსოვთ, რომ იცით რაღაცნაირი კავშირისთვის არის სხვადასხვა მეთოდი გამოგონებული, მაგრამ ღილი და უფალს არ უთქვამს, რომ უნდა მიეღილო უფალს. იმიტომ რომ ის ზოგჯერ თავისუფლდება, შეიძლება ცოტათი საქმეს ჩამოვარდეს, ადვილად წყდება და არ უნდა მიეღილო უფალს. ამენ. ასევე ფხიცი გამოიგონეს ვირფასებო, ხო იცით ფხიცი? ჩემს ბავშვობაში არ იყო ფხიცი. არც უნდა მიეფხიტო უფალს, იმიტომ რომ ადვილად შეიძლება მოშორდე. გესმით? არც უნდა მიეკერო, იმიტომ რომ შეიძლება ეს ძაფი თქვათ ან გაწყდეს ან რაღაც დაემართოს. არც უნდა მიეელვო. ელვა ხო იცით? ხო? ვიხუბრეთ ხოლმე, ვხუმრობთ ხოლმე, მაგრამ წინაკვირას ვიხუმრეთ, რომ ზოგი გამოიელვებს ეკლესიაში და მერე ისე გაიელვებს. დაელავს, ხო? და ელოდები, იმიტომ რომ როცა ბრუხუნია, ელოდები ელვას. ვიღაც გამოჩნდება, მერე ისევ გაქრება. უნდა მიეწეპო. და წეპო არის ისეთი რამ, რომ რაც უფრო მყარია, მით უფრო რთულია მისი მოშორება ერთმანეთთან. მივეწეპეთ, ვართ მიწეპებული უფალზე? ამენ. იმიტომ ჩვენი პრიორიტეტია ძვირფასებო, პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგათ, ეს არის რომ მივეწეპოთ უფალს. ძალიან მყარად. ამენ. და ამ წეპოს ძალიან ბევრი მტერი ყავს. და არც მაინც გაგიგონიათ, მაგრამ მინდა რომ მაინც მოინიშნოთ. ესენია ორგულობა, ამიტომ წეპო ძირითადად ერთგვარი სინონიმია ერთგულების ვიფასებო. ამ წეპოს ღმერთზე მიწეპების მტერია პირფერობა, მერყეობა, მიკერძოება, განსაკუთრებით შური. ღმერთი უშვებს ხშირად ვიღაცის წამოწევას და წარმატებას და გამოწმებს, რომ შენში მთლიანად ჩაკვდეს შური. რომ არ გაღვივდეს. უპასუხისმგებლობა ძალიან ემტერება წეპოს. უპატიებლობა, მოუნანიებლობა, ძალიან ბევრი. დარწმუნებულია, რომ თვითონ არის მართალი და ელოდება, რომ მოუბოდიშონ, რომ აპატიოს და თვითონ არ ინანიებს. და ეს აზიანებს წეპოს. თვალთმაქცობა, კომპრომისი, სიზარმაცე ძვირფასებო. არ ვიცი, შეიძლება ამ ეკლესიას ეს არ ჩვევია. სადღაც სხვაგან არიან უფრო ზარმაცები. სიჯიუტე, რაც დამღუპველია. სიხარბე, მეგობრებო, ერჩის. თავნებობა, როგორც მინდა, როცა მინდა. როცა მაწყობს. ურჩობა და რა თქმა უნდა თავი და თავი ყველაფრის სიამაყე. და სია შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ დღეს მე მინდა ვილაპარაკო, რადგანაც პირველი ნაბიჯი ერთი მხარე მონეტის ჩვენ წინაკვირას განვიხილეთ, რომ უნდა მიეწეპო უფალს. მინდა დღეს ვილაპარაკო იმაზე, რომ უფალს უნდა იყოს შენთან. ამენ. და რომ თავარია რომ ის იყოს შენთან. აირჩიე, რომ ღმერთი იყოს შენთან. და
აი ყურადღებით თუ გავაგზავნებთ ძვირფასებო ჩვენ დავინახავთ თუ რატომ გვაქვს ეს ასარჩევი. ისე კარგად ჟღერს ხო? რომ ღმერთი იყოს შენთან. იცით იყოს რა არ არის? ანდა არის ღმერთი შენთან. რაც მე ჩამოვთვალე ზემოთ თუ რომელიმეს ყავხარ გამოჭერილი იქნება ღმერთი შენთან. ამიტომ რომ როგორც წეპო ძვირფასებო მათ შორის არაფერი არ უნდა იყოს, როცა ორი ან რამოდენიმე საგანი ეწებება ერთმანეთს, რომ მყარი იყოს წეპო. თუ რაღაც მაინც არის შენსა და ღმერთს შორის, წეპო მყარი არ იქნება. ამიტომ უნდა გადაწყვიტო რომ ღმერთი იყოს შენთან. ამენ? ამენ. ჰალელუია. ამიტომ მოდით დავიძრათ ახლა მოამზადეთ თქვენი კონსპექტი, აღნიშნეთ და როგორც მოსწავლეები ვიმუშაოთ ძვირფასებო, იმიტომ რომ ამ გაკვეთილს აუცილებლად ღმერთი მოგთხოვს გამოცდის სახით. ღმერთს უნდა რომ თუ არ მოშორდები მას და როგორ მისი სხეულის მეშვეობით, იმიტომ რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია. თუ არ მოშორდები მას როგორც სიტყვას, იმიტომ რომ ბიბლია თავად უფალია ძვირფასებო ღმერთი. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. იესო და ბიბლია ერთია. ამიტომ თუ შეუსრულებ მას, რასაც მისი სიტყვით გეუბნება, ღმერთი იქნება შენთან. არ მოგშორდება, მოგეწებება და ვერავინ ვერ მოაძროს მას შენი ცხოვრებიდან. ერთადერთი რაც ქმნის დისტანციას შენსა და ღმერთს შორის არის შენი ხასიათი და გადაწყვეტილებები. თუ შენ მასთან იქნები, შეუძლებელია რომ ის გაგშორდეს. ღმერთმა ადამიანი შექმნა ძვირფასებო არა იმისთვის რომ მიეტოვებინა იგი. გესმით? ღმერთმა შექმნა ადამიანი და ისეთ როდესაც პატარა იბადება, იმისთვის კი არ იბადება, რომ მიაგდონ, თუმცა ამ ბოლო დროს საზარელი ამბები გვესმის. რომ ტოვებენ ხოლმე პატარებს. ჩვილებსაც. ეს არის ერთეული შემთხვევები. ღმერთს არ შეუქმნია კაცობრიობა მისი მიტოვებისთვის, არამედ ძალიან მჭიდრო ურთიერთობისთვის. შეიძლება დედმამა მიგატოვოსო ღმერთი ამბობს, მაგრამ მე არასოდეს არ მიგატოვებო. და აქ ისიც იგულისხმება ასაკში, მშობელი რომ მიდის, ღმერთი არ წავა არასოდეს. ამენ? მან მოგცა არჩევანი და თავისუფლება, რათა გადავწყვიტოთ. ჩვენს ნაცვლად ვერ გააკეთებს ვერავინ არჩევანს, რომ გადავწყვიტოთ, არ მოვშორდეთ ღმერთს და ვიყოთ ღმერთთან. ამენ? თქვი უფალო მომეხმარე რომ არ მოგშორდე შენ. ნახეთ ვიფასებო. ადამ, სად ხარ? ღმერთი მოშორდა? ადამ, სადა ხარ? და ეს ადამი, შენ და მე ვართ ვიფასებო. და ღმერთი დღესაც ჩაგძახის. შენი სახელი ჩასვი ადამიანის ნაცვლად, ადამის ნაცვლად. სად ხარ? და თუ არ ხარ მასთან, იქ რა გინდა სადაც ხარ? იმათთან რა გინდა ვისთანაც ხარ? თუ ღმერთთან გინდა იყო, გინდა ღმერთთან იყო. მაშინ სად ხარ? რატომ მომშორდი? მე შენთან მინდა ყოფნა და შენ სადა ხარ? შეიძლება აქ იждე. ჯერავს აქ როზი ხარ ახლა. ამენ? მაგრამ შენი ფიქრები არ იყოს აქ. გესმის? და უთხარი შენს თავს, სად მიდიხარ? ამენ? შეიძლება აქ იждე, მაგრამ შენი გზნობები იყოს სადღაც. ამიტომ ღმერთი ყოველთვის ჩაგვძახის მეგობრებო, სად ხარ? მოდი თქვი შენი სახელი. გახსოვს? თქვი შენი სახელი. სად ხარ?
სულით, ჩვენით და სხეულით უნდა იყო მასთან. როგორც კი შორდები ღმერთს, ირღვევა მშვიდობა. მოშორდა ღმერთს და მისი შთამომავალი. ბავშვები ერთმანეთს დაერიენ. ერთმა მოკლა მეორე. როგორც კი პასუხისმგებელი პირი ოჯახში შორდება ღმერთს, არ ღვევს დისტანციას. ოჯახში მოდის პრობლემა. გესმენთ? კაინმა მოკლა აბელი. შვილები ემტერებიან ერთმანეთს. მოიპარა ეშმაკმა მშვიდობა. თაობა პატარობაში შეიძლება გაზრდილი ეკლესიაში დაკარგულია. იმიტომ რაღაც დაარღვია მშობელმა. ვინმეს და რამე შეიძლება დააბრალო. მაგრამ შენ გთხოვს პასუხს ღმერთი. და გეუბნება სათხარ და თუ გინდა რომ აღდგეს, მობრუნდი. და ეს მოძახილი გრძელდება ძვირფასებო ისტორიაში. მთელი ბიბლიის როგორც ესეთი ზოლი ჭრის მას, როგორც მერიდიანი. ესავ, სადა ხარ? ჯერ სული დაარწყულე და მერე ხორცი და კუჭი. ნუ ფიქრობ მატერიალურზე. საჭმელზე. გესმის? მე ვლოცულობო, ხო, პავლე მოციქული ამბობს, რომ შენი სული იყოს ჯანმრთელი და როგორც სულია, ისე იყოს შენი ხორცი, სხეული. საულ, სათხარ? რატომ არ ემორჩილები იმას, ვინც დაგიყენე? უკვე ცოტათი წამოიზარდე, რაღაცები გაიგე, რაღაცებში გაერკვიე? და დარწმუნდი რომ შენით შეძლებ? გეხაზი, სათხარ? რას ეუბნება ძვირფასებო ელისე? განა ჩემი გული შენ არ მოგხვებოდაო? ღმერთის გული შენთან არის. მისი მსახურის მეშვეობით, რომელიც დაგიყენა და შენ სათხარ? და აქ შეიძლება იყო, აქ ეხლა ყურადღებით. მაგრამ თავისუფალ დროს, როდესაც სახლში ხარ, სათხარ? მაშინ როდესაც ღმერთს უნდა იყოს შენთან. აგრე დაბრძანდი. ჰალელუია. სამსონ, სათხარ? ყველაფერი მიიღე, გაგაძლიერე, პატივი მოგაგე და ეხლა აღარ გინდა ჩემი თავი? სათხარ? გესმით? თუ არ ხარ ჩემთან, ღმერთი ამბობს, მაშინ ავტომატურად ხარ ეშმაკთან. ნეიტრალიტეტი არ არსებობს ძვირფასებო. გთხოვთ რომ ეს ჩაბეჭდოთ თქვენს ქვეცნობიერებაში. თუ არ ხარ ღმერთთან, ავტომატურად ხარ ეშმაკთან. მესამე არ არსებობს. აი რამდენად ჭიდროთ უნდა იყო მასთან. ამიტომ ვილაპარაკე წინა კვირას რომ მიეწეპო უნდა ღმერთს. ეს ორი ქადაგება ფაქტიურად მეგობრებო არის ერთი მონეტის ორი მხარე. ამიტომ კარგად დაამუშავეთ და შეისწავლეთ წინა კვირის ქადაგება და ეს, რომ გამოვიდეს ერთი მთლიანი და სრულყოფილი. თქვენ იცით ხო სასვენი ნიშნები ძვირფასო წერტილი როგორია? ღმერთმა რასაც დაუსვა წერტილი, იმას კითხვითი ნიშანი არ გააკეთებინო იმაზე ეშმაკს. ღმერთმა რასაც დაუსვა წერტილი, ნუ გადააკეთებ მას კითხვით ნიშნად და ხშირად ამას ეცდება ეშმაკი. რომ უბრალოდ წერტილს არ ეხები, არის იქ კაცო, ღმერთი არის ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ეშმაკი კითხვით ნიშნის ფორმას უსვამს იქ მოღუნულს. ცოდვა არ ვარდება გრუხუნით. იცით, ეხლა რომ ავიღოთ ეს გიტარა, მიკროფონი, თქვათ რაღაც წიგნი, ტელეფონი, ის ბამბასავედ არ დავარდება, ხმა ექნება. ეშმაკი არ მოდის
შენ ცხოვრებაში ესე გრუხონით ის მოსრიალებს ვინც რიალებს გველი ის ჩუმად მოდის იესომაც გვითხრა ხო მეგობრებო ქურდი არ დაგირეკავს და არ გეტყვის რომ დღეს საღამოს 7:15 წუთზე უნდა მოვიდე და გაგქურდო ამენ ესე მოიპარება ეშმაკი ჩვენ ცხოვრებაში და სხვათა შორის იესომაც გაგვაფრთხილა რომ როგორც ქურდი მოიპარება ისე მოვალო ჩვენთან და იმ დროს როცა მოიპარება იესო იმიტომ რომ იცოდე როდის მოვა შენზე წმინდანი მის წინაშე დგომი კაციშვილი არ იქნება დედამიწის ზურგზე ამენ სად იქნები მაშინ როდესაც იესო მოიპარება და არავინ არ ვიცით როდის ნუ გიყვარს წუთი სოფელი ამენ იმიტომ რომ ეს მოგაშორებს ღმერთთან იმიტომ რომ წუთი სოფლის სიყვარული არის ღმერთის მტრობა გიყვარს და ფაქტობრივად გამოდიხარ რომ მტერი ხარ მისი თვითფასებო ნოემ საშინელება გადაიტანა მთელი 120 წლის განმავლობაში როცა აშენებდა კიდობას ღმერთმა მისცა ინსტრუქცია ესკიზი გეგმა მონახაზი გესმით ჩამოუყალიბა და ბიბლია არ ლაპარაკობს რომ ის იყო მასთან მაგრამ სულით წვენით ეკონტაქტებოდა და დატოვა ღმერთმა წუთი სოფლის ამარა სხვა რიმგლებს შორის რომლებიც დასცინოდნენ მასხრად იგდებდნენ აგინებდნენ გესმით გაუძლებ 120 წლის განმავლობაში სექტანტო სად დადიხარ მაგი ტრადიციას უღალატე მამა ბაბის რწმენიდან გადადი არანორმალურებთან იკრიბებით იქ რასაკეთებთ კაციშვილმა არ იცის ბიბლია ამოდებული გაქვს იღლიაში და დარბი ხარ ზემოთქვემოთ გესმით გიკრძალავენ იქ აგი არ შეიძლება იგი არ შეიძლება და ასე შემდეგ შენ 1-2 გეტყვიან და ვერიტან და გაურბიხარ უფალს არ აღიარებ და არ ამბობ სად ახარ სად მიდიხარო საქმეზე ვინ დაგირეკა ნუ ახლობელმა ნუ სირცხვილია რომ უთხრა ეკლესიაში მიდიხარ გესმით 120 წლის განმავლობაში იტანდა ამას ნოე ემით რომ იყო მიწებებული ღმერთზე და ამის გამო ღმერთი იყო მასთან და ბოლომდე მიაყვანინა საქმე ამენ ღმერთი იყო მასთან წმენით სულით ფარველობით სიყვარულით თვითფასებო დერეკ პრინსს აქვს საოცარი გამონათქვამი ნებისმიერი ვინც პირადად არ ემორჩილება ღმერთს ავტომატურად ექცევა ეშმაკის კონტროლ ქვეშ ხვდები თუ ამას პირადად თუ არ ემორჩილები ღმერთს ეშმაკის კონტროლ ქვეშ ხარ არასაკმარისია ეკლესიაში დასწრება წირვაზე მისი განდიდება სიტყვის მოსმენა შეწირვა ვთქვათ რაღაც აღიარება გალობა უნდა შეწყვიტო ღმერთის წინაშე ამბოხი ამენ და დაუჯერო იესოს სწორ მართლობას აი მაშინ მოვაცვლილებები შენ ცხოვრებაში უდიდესი მასწავლებელი დერეკ პრინსი კარგია თუ იპოვეთ მის წიგნებს და წაიკითხავთ საოცარი განმარტებელია ბიბლიის ამბოხი დაუჯერებლობა ურჩობა და სიჯიუტე ამბოხია ღმერთის წინააღმდეგ პირდაპირ ჰალელუია რატომ დაეცნენ ძვირფასებო ბიბლიური პერსონაჟები იყვნენ ახლოს და ეგონათ რომ ამ სიახლოვეს ღმერთი დაიცავდა მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ სიახლოვე ღმერთთან შენი პრეროგატივა შენ უნდა დაიცვა სიახლოვე ღმერთთან ამენ შენ უნდა გადაწყვიტო როგორც დასაწყისი გითხარით სიახლოვეს ასევე განამტკიცებს როდესაც შენი ბაგე არის
კონკრეტული. გითხარით ხო? თუ თევზს პირი დახურული ექნება, ანკესზე ვერ წამოეგება. ამენ? ჰალელუია. რატო ებნება ანკესზე? პირი აქვს ღია. დედის წინ მორბელა კვიც, გახსოვთ? ანგელი შეჭამს, ანგელის შვილი. დაიცავი სიახლოვე ღმერთთან და არ მოშორდე. ამიტომ თუ გონია რომ ძლიერი ხარ, მდიდარი ხარ, ჭკვიანი ხარ, ღმერთის გარეშე დაიმახსოვრე. ყველაზე ძლიერი რო იყო, სამსონზე ძლიერი, სოლომონზე მდიდარი და ჭკვიანი. ეშმაკი გაჯობებს მაინც და დაგამარცხებს. გესმით? ღმერთის გარეშე უძლური ხარ, ვერ ძლევ მას. ამიტომ უნდა ჩამოშორდე. თუ არ ჩამოშორდები, მაშინ მოგიწევს ეშმაკთან ჭიდილი. იყავი მუდმივად მასთან. რას ნიშნავს ვირფასებო, რომ ღმერთს უნდა შენთან ყოფნა? ვინ არ იქნება ღმერთთან, როცა კარგადთა მიდის საქმე? პატივს გცემენ, გეფერებიან, უყვარ ხარ. რა ადვილია ღმერთთან ყოფნა? ამენ? ამენ. რა კარგია და ადვილი ყოფნა იქ, სადაც შენ გიქმნიან კომფორტულ გარემოს. ზოგჯერ სტუმრად რომ მიდიხარ და კარგად გეპყრობია. იქ თუ ფეხებს გაისწორებ და ერთი კვირა დარჩები, ესე კი აღარ მოგეპყრობია. ამენ? ხალხი როგორაა, ვინც ატყობს, იმას ეფერებია. ქვეყნიერებაზე როგორაა ძვირფასებო? ადამიანები შენთან არიან რაღაცისთვის, მაგრამ მუდმივად შენთან ნებისმიერ სიტუაციაში არის მხოლოდ და მხოლოდ ის, ვისაც უყვარ ხარ. ამენ. როგორ გაიგოს ყველამ, როგორ დაუმტკიცოს ღმერთმა ყველა დანარჩენს, რომ შენ არასოდეს არ მოშორდები ღმერთს. როგორ დაარწმუნოს ხალხი. ანდა თვითონ ღმერთი როგორ უნდა დაარწმუნო, რომ შენ არასოდეს არ მოშორდები მას. უთხარ შეზღუდეთ ვინ ზის. ისმენ სიტყვას. შებრუნდი და უთხარი. ხელში დაეჭირეთ მხოლოდ ბიბლია, საწერკალამი და კონსპექტი. რომ ეშმაკმა არ მოგყაროთ რამე. გინდა ღმერთთან იყო? გინდა ღმერთი შენთან იყოს? ხილად იყავი. ესე ასე მოხდა იობის ცხოვრებაში. ღმერთს უთხრა ეშმაკმა, რა თქმა უნდა იქნება შენი მადიდებელი. იობი, გამდიდრე, პატივდებული კაცია, ყველა მასთან მიდის რჩევისთვის. აბა ერთი რაღაცა შეეხების ცხოვრებაში, ისევ თუ იქნებაო შენი გამდიდებელი. რატო დაუშვა ღმერთმა იობის ცხოვრებაში? იმიტომ რომ ყველა დარწმუნებულიყო, რომ ადვილია იყო ღმერთთან, როცა ძალიან კარგად არის შენი ცხოვრება. იმდენი ავლადიდება გაქვს, რომ სათვალავი აგერია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებით. ამენ? სულ რომ მაძღარი ხარ, სულ კაი ხასიათზე ხარ. როგორც კი ადამიანს ერღვევა ხასიათი, პირში ჩაუგდე კამფეტი და ცოტა მოსულიერდება. ამენ? რაღაც კარგი უთხარი. ამიტომ ეშმაკს უთხრა, მიდი, მის სულს არ შეეხო, მაგრამ იმოქმედე და ვნახოთ, როგორ იქნებაო იობი. შენ რო ესეთ განსასწრებში ჩავარდი, როგორ მოიქცევი? მოშორდები ღმერთს? ღმერთი აღარ მეხმარება, წავალ ჩემით გავიკლებ გზას და მივდივარ საშობარზე. და ძალიან ბევრი ტოვებს ეკლესიას. ერთი მსახურება, მერე მეორე,
მერე მესამე, მერე ფინანსებით ჩორდება, მერე აღმოჩნდება ისეთ გარემოში, სადაც შეკრებილნი არიან ერთნაირი კატეგორიის ხალხი, ჭორიკანა, ცილისწამებელი, გესმით? ეშმაკის კონტროლ ქვეშ მყოფნი და შენაც ხდები მისნაირი, მაგრამ იობმა ესე არ გააკეთა. გესმით? დარჩა იმ პოზიციაში, რომ იქრცნო, რომ ღმერთი არ დაიძვრებოდა იმ ადგილიდან. ეშმაკი შეეცადა ყველაფერი წაერთმია, ნახეთ, მაგრამ იობისთვის აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იყო ღმერთი. ჰალელუია. ღმერთს ვერ შეეხება ეშმაკი. დაიმახსოვრებ. ერთადერთი, რასაც ვერ შეეხება ეშმაკი, ეს არის ღმერთი. ის შენ სულს ვერ შეეხება, რომ ღმერთის სული გაქვს. დანარჩენს რომ შეეხოს, ღმერთი მოგცემს, დარჩი მასთან. ჰალელუია. ღმერთი გამოცდის ნებისმიერ მიზეზს და სურვილს მასთან სიახლოვეს. გინდა ღმერთთან იყო და ის იყო შენთან. გამოცდებისთვის მოემზადე. ამიტომ ეს არის შენი გამარჯვების საწინდარი. ღმერთმა უთხრა აბრაამს, მაშინაც არ მომშორდები თუ ისაკს მოგთხოვო? აბრაამი წარმოვიდგინეთ, უმდიდრესი, უგანათლებულესი, გასმენთ, გავლენიანი და ბოლოს მემკვიდრეც მისცა ღმერთმა. როგორ არ უნდა გიყვარდეს ესეთი ღმერთი. ამიტომ ნახეთ ძვირფასებო, ღმერთი გვეუბნება, რომ ყველა და ყველაფერი გიყვარდეს, მაგრამ მისი ადგილი არავინ არ უნდა ჩაანაცვლოს. ღმერთი ყოველთვის უნდა იდგეს უმაღლეს ადგილზე შენი სიყვარულის. და გამოიცადა აბრაამი, რწმენის მამა გახდა, მიიყვანა ისაკი. და წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ისაკი, პატარაობიდანვე რო ხედავდა, როგორი მიძღვნილი იყო მამამისი. ამენ. შენმა შვილმა პატარაობიდანვე შენი მაგალითებით და ნიმუშით უნდა ისწავლოს, როგორი მიძღვნილი იყოს. და არა მხოლოდ ესე, ნოტაციებით, მაგრამ შენ სხვა ემაში დაფრენავ ხარ, ორბიტაზე. ისაკიც, რა თქმა უნდა, იყო მასთან და არ მოშორებია. ანუ, ნახეთ, ნაცვლად იმისა, რომ ადამს ადახარო, როცა აბრაამს უთხრა სადახარ. აბრაამი იყო მასთან. შემდეგ ისაკი დარჩა მასთან. ჰალელუია. მამამისის გამო კი არა. ისაკი იყო მასთან და ემიდო. უთხრა მამა შენის გამო გიკეთებო, მაგრამ შენ თუ არ იქნები მიწებებული ღმერთზე, ღმერთი ვერ იქნება შენთან. იაკობთანაც იყო ღმერთი. ნახეთ, დავით ვილკერსონი ამბობს ძვირფასებო. არაფერი ისე არ მიაგებს პატივს ღმერთს, როგორც ძნელბედობის დროს მისთამინდობა. როცა პრობლემაში მაინც ენდობი ღმერთს, ეს პატივისცემა არის. გინდა პატივი მიაგო ღმერთს, ყოველთვის ენდებას, რაც არ უნდა დაგემართოს. ჰალელუია. სმით ვიგზვორტი ამბობს, ყოველი განსაცდელი საჩუქარია. ვის უყვარს საჩუქარი? დღეს ნარგომ საჩუქარი მიიღო, პატარა დაბადების დღე აქვს. მაგრამ ნახეთ ვიგზვორტი როგორ გვეუბნება. ყოველი განსაცდელი საჩუქარია. შეგიძლია თქვა ღმერთო დაბადების დღეზე მაგარი განსაცდელი მაჩუქე. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი. ანუ გამომცადე უფალო. მე არ მოგშორდები, ვერაფერი ვერ ჩამომაშორებს. როგორც პავლე მოციქული ამბობს რომაელებში, რა ჩამოგვაშორებს ღმერთის სიყვარულს? აი სირცხვილად უნდა ჩათვალო, რაც გაშორებს ღმერთს. რის გამო? მაშინ როდესაც არ შენ და მის სიყვარული ისეთი დიდი იყო უფლის, რომ ვერაფერ ვერ ჩამოაშორა, მოვიდა და შენთვის ჯვარს ეცვა.
ყოველი ტვირთი არის ძალის მოხვეჭის ადგილი. ტვირთი გაქვს რაღაც? ეს იმიტომ რომ ღმერთმა ძალა უნდა მოგცეს. იცი თუ შტანგას არ აწევ, ვერ გახდები ჩემპიონი. შენ ახვიდე პიედესტალზე, უთხრა რომ დაფნის გვირგვინი დამანდე თავზე, ჩამომკიდეთ ოლიმპიური მედალი, ააფრიალეთ ჩემი ქვეყნის დროშა და ჰიმნი აჟღერეთ. ეს არ ხდის ჩემპიონს. შენ სიმძიმეს უნდა ეჭიდო. ამენ. ამიტომ ყოველი ტვირთი შენი გაძლიერებისთვის არის. ხართეძოზე წამოწოლა არ გაგაძლიერებს, გაგაზარმაცებს, გაგაღარიბებს და ცოდვაში ჩაგაგდებს. მაგრამ დააბალანსო უნდა. ამიტომ სადაც შენი გულია, ხო? სად არის შენი გული? ღმერთთან თუ მამონასთან? ძალიან მარტივი განსაზღვრელია ძვირფასებო. რომ იცოდე თუ რა გელოდება, იმისთვის რომ ითმენ განსაცდელს, შეიყვარებდი გამოცდებს. ამენ. რომ იცოდე თუ რა მოყვება ამა თუ იმ განსაცდელს, იქნები შეყვარებული მასზე. საოცარია ძვირფასებო იოსების თავგადასავალი. ძმებმა მოიძულეს. გახსოვთ? გაყიდეს განებივრებული მამიკოს შვილი. მაგრამ ღმერთთან არ დაუწუწუნია. არ უთქვამს რომ ეს რა ხდება. მოხდა პოტიფართან, თავში არა უვარდა, რომ ნახე, მაინც როგორ გავიმარჯვე. მერე ციხეში ის მაინც ემსახურება უფალს. მოდით, რამოდენიმე ადგილი ვნახოთ დაბადებიდან. არ მიუტოვებია უფალს იოსები და ხელი ემართებოდა ყველაფერში. თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში ცხოვრობდა იგი. ძვირფასებო, გაუსვით ხაზი აქ, რომ უფალს არ მიუტოვებია. საშინელ დღეში ჩავარდა იოსები. რატო არ მიატოვა უფალმა? იმიტომ რომ ის იყო უფალთან. ის იყო მიწებებული უფალზე. ამენ. თუ შენ არ იქნები უფალთან, უფალიც არ იქნება შენთან. შემდეგი მუხლი. მაგრამ უფალი იყო იოსებთან და წყალობა მოჰფინა მას და მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში. ნახეთ, წყალობა და მადლი ძვირფასებო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. წყალობა და მადლი თუ გაქვს, ესე იგი ღმერთი არის შენთან. ალო? წყალობა და მადლი. ეს ნიშნავს რომ ღმერთი არის შენთან. უფალი იყო იოსებთან. აი, როგორ უნდა იქცეოდე, რომ ღმერთმა მადლი მოგცეს და წყალობა. აი, ძალიან რთულ ვითარებაში არ უნდა იწოწონო და მაინც მადლიერი იყო. მაინც თქვა მე შენთან ერთად გავემარჯვებ უფალო. შემდეგი მუხლი. 23. აღარაფერზე ზრუნავდა საპყრობილის უფროსი, რადგან უფალი იყო იოსებთან და რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში წარმატებას ანიჭებდა უფალი. ციხეში ჩააგდეს? იქაც დაწინაურდა კაცო. ყველა პატიმარი ჩააბარა იოსებს. გაოგნებული იყო ციხის უფროსი, ეს რა პატიმარი მომივიდა კაცო. იცი კომფორტიდან ციხეში გადასულა და მით უმეტეს იქ ცუდ პირობებში არ არის კარგი ამბავი. მაგრამ არ ქონდა მნიშვნელობა იოსებისთვის გარემოებას. უმნიშვნელოვანესი იყო რომ ღმერთი ყოფილიყო მასთან. ის ყველაფერს აკეთებდა. შესაძლებელია ყველგან რომ ღმერთი იყოს შენთან. ამენ. შესაძლებელია აი რას გვასწავლის ძვირფასებო. საქმეებიც გვეუბნება ამას, რომ შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი, მაგრამ ღმერთი იყო მასთან. ნახე, შური, თქვი შური. ეს საშინელებაა. ამიტომ გვეუბნება უფალს რომ არ ინდომოს ხვისი არაფერი. სხვისი ძროხა, სხვისი თხა, სხვისი ქათამი, სხვისი მანქანა, სხვისი სახლი, არ ვიცი, პიჯაკი,
ფეხსაცმელი არ ინდომო. ძალიან ბევრს იცი რატო არა აქვს. სხვისი შურს და უნდა. როგორც კი ამას შეწყვეტ, დაგახვავდება ყველაფერი. შეშურდათ, რომ მამა განსაკუთრებულად ამ სიბერის შვილს ეფერებოდა და მათ არა. მარტო ჩვენ ძმას უკეთებ კაცო. გესმით? არ შეგშურდეს. ღმერთი იყო მოსესთან. ამენ. არ მოშორებია და რა სასწაულებრივად გამოიყვანა ებრაელი ერი ღმერთმა. დღეს ვკითხულობთ ხო ამ ისტორიებს. ღმერთი იყო იეშუასთან ეუბნებოდა როგორც მოსესთან ისე ვიქნებიო შენთან, იმიტომ რომ თვითონაც იყო მასთან ძვირფასებო. ღმერთი იყო სამუელთან, დავითთან. შეცდა, მოინანია, მაგრამ იყო მაინც. ღმერთი იყო სოლომონთანაც. ეზრასთან, ნეემიასთან, ელიასთან, ელისესთან ძვირფასებო. იყვნენ ღირსი ეს ხალხი ღმერთი რომ მათთან ყოფილიყო. გესმით, ღმერთი ამას არ უყურებს, ღმერთი შენს გულს უყურებს. თუ მთლიანად არის მიზღვნილი მის დამი. ღმერთის მადლია და მისი კეთილი ხელი ჩვენზე. ღმერთი იყო იერემიასთან ძვირფასებო, არ ვიცი, როდესაც მე სერიოზულად დავიწყე იერემიას წიგნის კითხვა და შესწავლა, გაუგნებული ვიყავი, ეს კაცი რამდენად დიდი პიროვნებაა. აი ძალიან ყურადღებით მინდა რომ რაღაც ესე გრაფიკით კი არა. გამონახოთ დრო და იერემიას წიგნი წაიკითხოთ. რა სად არ გაუშვა ღმერთმა იერემია? საპატიმრო იმდენად არაფერი არ არის ვიფასებო. ციხე, ტალახში, კისრამდე, შიმშილი, მუქარა, რამდენჯერ უნდა მოეკლათ, ცემა ტყეპაში. მე ვფიქრობ, პავლეზე მეტი გასაჭირი გადაიტანა. დასაწყისში რას ეუბნება, ვიდრე გაჩნდებოდი დედის საშოში. გესმის? აი მანამდე იყო ღმერთი მასთან, შექმნა, ამოირჩია, დაადგინა. და ბევრს ლაპარაკობს იერემია ძვირფასებო, თუ როგორ უნდა იყო ღმერთთან, საოცარი წიგნია, არ მოშორებია. ცალკე წიგნი დაიწერა გოდება იერემიას, როგორ ტიროდა ღმერთთან ერთად მისი ერის ცოდვების გამო. გესმით? ფანტასტიკურია. ჰალელუია. ღმერთი იყო მთელი გულით და აკონტროლებდა. იცი რას ამბობს, როგორც სარტყელი ეკვრებაო წელს, ისე მინდა რომ მივიკრა ჩემი ხალხი. აი როგორ ახლოს და მჭიდროდ უნდა იყო უფალთან. არ მოშორდე. ჰალელუია. დანიელი იყო ღმერთთან. ღმერთმა არ მიატოვა დანიელი ძვირფასებო. მოდით ნახოთ მეექვსე თავში. მეფემ ბრძანა მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს და უთხრა მეფემ დანიელს, შენი ღმერთი, რომელსაც ერთგულად ემსახურები, ის გიხსნის. ვერაფერს ვერ გახდა მეფე და როდესაც დანიელს აგდებდნენ ლომებთან, შენ ერთგული ხარო ღმერთის. ნახეთ რა არის ერთგული, მიწეპებული ხარ და ის გიხსნისო. შემდეგი მუხლი. მიუახლოვდა თუ არა ხარო შეწუხებული ხმით ჩასახა დანიელს. მთელი ღამე იმარხა მეფემ რომ ღმერთო გადაარჩინე დანიელი რომ ეს რაღაც სხვანაირი კაციაო რა. ამბობენ შენზე სხვანაირი რო ხარ? სხვა სული უნდა იყოს შენში. დანიელ, ნახე, ლომებში ჩაგდებულ კაცს ელაპარაკება, ვიღაცა იტყოდა რომ მეფეს გადაეხადა სახურავი რა. ლომებში ჩაგდებულ კაცს ელაპარაკება როგორც ცოცხალს, აი ვერძე რო გიზის ვინმე. იმდენად დარწმუნებული იყო რომ ის უფლის ერთგული მსახური იყო. ცოცხალი ღმერთი მსახურო, შეძლო შენმა ღმერთმა ერთგულად რომ ემსახურები, ლომებისგან შენი დახსნა და პასუხს ელოდება. ამენ და ნახეთ.
თავისი ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა. იყო ღმერთი მასთან, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს. არაფერი უნია ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოჩნდი მის წინაშე და არც ჩემს წინაშე ჩამიდენია დანაშაული. ნახე, შეიძლება მეფე ფიქრობდა ბიჭო, იმ დუნიიდან ხომ არ მელაპარაკება ხმა. გესმის? დანიელი ერთგული იყო. გენიალური ეტიმოლოგიისგან შედგება სიტყვა ქართულად ვიფასებო ერთგული. ერთი გული. ორი ადამიანი აერთებს გულს და ხდება ერთი. ნახეთ, ესეთი პატარა ის აღმოვაჩინე. ღმერთის და დანიელის გული ესე გამოიყურებოდა. ჩააგდეს დანიელი ლომებთან, ღმერთის გული მასთან იყო. აი რას ნიშნავს ერთგული? ამენ? მოგეწონა? კიდე იყავი ერთგული ღმერთის და ღმერთი არ მეგატოვებს. პრობლემებშიც რომ იყო არა. ამიტომ მისი გული, როგორც გეხაზის უთხრა, განა ჩემი გული შენ არ მოყვებულა. ამიტომ შენი გული სად არის? არის ესე ჩახუტებული ღმერთის გულზე? თუ მატერიალურზეა ჩახუტებული, პრობლემებზე, პოლიტიკაზე, გესმით? რაზეა? სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქ არისო, ესო თქვა. შენი საუნჯე ფულია თუ ღმერთი? აი რატომ არის შესაძლებელი ძვირფასებო ეკლესიაში? შენი გულის ნაწილს აძლევ, შენი ცხოვრების ნაწილს, შენი შრომის ნაწილს აძლევ, ესე იგი ღმერთთან ხარ. ესე მე დავაკვირდი ამდენ წლის განმავლობაში. 30 წელზე მეტია უფლისმსახური ვარ ძვირფასებო. როგორც კი ადამიანი ფინანსურად წყვეტს კავშირს ღმერთთან, შორდება. თუ ფინანსურად არ წყვეტ, შეიძლება რაღაცაში მოგიწიოს ზვირთების პრობლემებში, მაგრამ მაინც ბრუნდები ავტომატურად. ამიტომ მიაქცია ამას ყურადღება. ის ერთგული იყო, ჩარლზ სპერჯენი. თუ ღმერთი აგზავნის თავის შვილებს ცეცხლის ქურაში, ის აუცილებლად გაჰყვება მათთან. რა მნიშვნელობა აქვს სადგიშვებს ღმერთი? ამენ, ის შენთან იქნება და არ მოგშორდება. დიდება უფალს. ღმერთი არ მიატოვებს ურყევ მორწმუნეს. ღმერთმა იონაც არ მიატოვა. ასე იწყება ძვირფასებო, იყო ღმერთის სიტყვა. ეს რას ნიშნავს ბიბლიაში, რასაც კითხულობ, შენთვის არის ეს. შეასრულებ ივლი ღმერთთან. არ შეასრულებ, მაინც მოგიწევს, მაგრამ ვეშაპის მერე. ამიტომ გადაწყვიტე. ნახეთ იონა. გამოაგდო დიდმა თევზმა. ვეშაპი არ წერია ბიბლიაში, ზოგი ვეშაპს ამბობს, ზოგი ზვიგენს. დიდი თევზი რაღაც ურჩხული. იქედან გადარჩენა არ გინდა? ეს ვეგეტარიანელი კი არ არის ეს დიდი თევზი კაცო. დაცებელია. და ღმერთმა დაუტრიალა შარიკები. ეს არ უნდა შეჭამოუთხრა. ვერ მიხვდა ვერაფერს. აუ, დაიყვირა და თან ამოვარდა. შეუსრულე სიტყვა. ფსალმური ბევრს ლაპარაკობს სიახლოვეზე ღმერთთან უფასებო. 65:4. ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ. ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ. ნეტარი ხარ თუ ღმერთმა ამოგირჩია რომ დაგიახლოვოს. რომ იცხოვრო შენს ეზოებში. აი რაზე უნდა იოცნებო? უფლის ეზოებში, შენს ეზოებში კი არა. რამდენს შრომობს ადამიანი? წარმოიდგინე, ხვალე და ზეგე ის რასაც შრომობ, ბალახი რომ ცელავ, ბილიკებს რო აკეთებ, იქნება, შენ აღარ იქნები. გიფიქრია მაგაზე? ამიტომ იქ სად იქნები, რო აღარ იქნები, მიაქცია ყურადღება. სერიოზულად. 73:27-28. რადგან შენგან განშორებულნი დაიღუპებიან, შენ მოსპობ ყველას ვინც არ გიერთგულებს. ჩემთვის კი
სასიკეთოა ღმერთთან სიახლოვე. უფალი ღმერთი გავიხადე ჩემს თავშესაფრად. ყველა შენს საქმეზე ვილაპარაკებ. ილაპარაკე. ამენ. თქვენს თანატოლებს უთხარით, როგორია ღმერთი. ხსნელია. რა სასწაულები გააკეთა, ელაპარაკეთ, რომ ბიბლია იკითხო. ელაპარაკეთ, რომ არის ღმერთი ცოცხალი. ამენ. ჰალელუია. რომ შეგიძლია ცოცხალ ღმერთს დაუმეგობრდე. აღადგინო შვილობა მისდამი და იყო მისი ნაწილი. ამენ. ელაპარაკე, უგცხვენია. იცით, ერთი პერიოდი ძვირფასებოდა ძალიან ბევრს ერეოდა და ჩვენაც გვეუბნებოდნენ ესე იგი, ესე ვთქვათ, იეღოველები ხართო. ნახეთ როგორ არ ცხვენიან რეებს აკეთებენ. რომელთაც არ სწამთ სამება. მაგრამ ესეთი შთაგონება აქვს, რომ რაც უფრო ბევრს ეტყვი, მით უფრო მაგენის რა რწმენაა, ხო იცით, თითქოს აღსასრული არ იქნება და ყველაფერი დაიწვება და ვინც დარჩება, ის იქნება, მაგრამ დარჩება ის, ვინც ბევრს ეტყვის, რომ გესმენთ, არა ძვირფასებო. არის მარადისობა. იესო უნდა მოვიდეს. და გარდაცვლილებიც კი, ვინც იყო იესოს მორწმუნე, ისინი აღდგებიან და მასთან იქნებიან. ჰალელუია! ადამიანი უკვალოდ არ დაიღუპება და დაიკარგება. იქნება სასამართლო და ამ სასამართლოზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ სად გაატარო მარადისობა. და ფრთხილად იყავით ამასთან დაკავშირებით. იცი, ძალიან ბევრი დამოკიდებულია პრობლემასთან ჭიდილში. და მინდა ესე ვთქვათ, აი ამ დღევანდელი თემის კვინტესენცია გამცნოთ. პრობლემებში რომ ხარ, ადამიანი მაშინალურად არის ორიენტირებული რაზე, რომ ლოცულობს, მართლობს, მერთო პრობლემა მომაშორე. ეხლა გამოაცხადეს, რომ რაღაც, არეულია პოლიტიკაშიც, ხო? რაღაც ინსტიტუტების გაერთიანება და ტრანსპორტი გაძვირდა, პროდუქტი გაძვირდა. პრობლემაში პრობლემას ნუებრძვი. პრობლემაში დარჩი ღმერთთან და ღმერთი გადაგატანინებს პრობლემას. ამენ. თავარი არა პრობლემა, დაამარცხო. არამედ ღმერთი იყო შენთან. ამენ. ავტობუსი გაძვირდა ღმერთო, მომიმატე შენაც ლარი. რადგინდა ლარი, მაგრამ ღმერთი არ იყო შენთან. ამენ. პრობლემაში უმთავრესია ღმერთი იყო შენთან. და არა ის, რომ კარგად იყო. ჰალელუია. თქვი, მინდა რომ ღმერთი იყოს ჩემთან. იუდა, მოდით ნახოთ ეს ცნობილი მომენტი. 30 ვერცხლი. ძალიან ბევრი ძვირფასება ამ 30 ვერცხლის გამო საშინელ გასასწრებში ვარდება. მე დღეს კარგი გამომუშავება მაქვს. ამიტომ მაპატიებს ღმერთი რა. თუ არ მივალ. ვინ გაძლევს? მასე ფარაონიც აძლევდა. ვისი მონახარ? გესმით? ორ ბატონს ვერ მოემსახურები. იუდა იყო ღმერთთან. ღმერთი იყო იუდასთან, მაგრამ იუდა მამონასთანაც იყო, ეშმაკთანაც იყო. გესმით? გადაწყვიტე ემსახურე უფალს. პეტრე იყო ღმერთთან ძვირფასებო. ამიტომ როდესაც დაიჭირეს, კი არ ნერვიულობდა, იცოდა რომ ღმერთი იყო მასთან. ეძინა. ღმერთი მივიდა და უთხრა, პეტრე, შენი ადგილი ციხეში არ არის. შენ არ ვშორდები მე, ამიტომ მინდა გაგიშვა. და მიაკითხა ღმერთმა, ანგელოზის გაუგზავნა ღმერთს და აღვიძებდა და დამანებე ბიჭო მეძინებაო. ბავშვო აღვიძებ რას გეუბნება. გეხუტება დედა რა კარგი ხელი რომ გამაღვიძეო. ცოტა კიდო დამანებე, ანგელოზი აღვიძებს პეტრეს და ეს ვიშორებს კაცო. ანგელოზი მოვიდა, მერე საოცარი ნათება იყო. გაფწყინდა იქაურ, მაინც არ გეღვიძა. როცა ღმერთია შენთან, არ გაქვს პრობლემა. ამენ.
არის ღმერთი შენთან. თუ ფორი აქვს, ამიტომ ღმერთი სადაც არის, იქ ფორი აქ არ იქნება ძვირფასებო. აი რა მეგარი იყო პეტრე. ღმერთი იყო მასთან. ამენ. ძლივს გააღვიძა ანგელოზად, ბოლოს ვერ მიხვდა, რა ხდება? რას ნერვიულობ, მე არ ნერვიულობ, მაგერ ციხეში ვარ და დამანები რა. ის მიწეპებული იყო. ამენ. ღმერთს ადიდებდა, გალობდა, მადლიერი იყო. პავლესაც. პავლე და სილა ლოცულობდნენ და გალობდნენ და ღმერთმა ისეთი მიწის რა მოახდინა, დაიმსხვრა ყველაფერი, ყველა პატიმარი გამოვიდა. ციხის უფროსი მივარდა, ბიჭო, აქ ხართო, მომკლავენ თქვენ რო გაიქცეთო. არ წავალ მოგეშინია და მოგკლავ კი არა, იესო მიიღე უქადაგა და მთელი ოჯახში მიიპატიჟეს მერე და როგორც კი მიიღეს უფალი, ეგრევე მონათლა. მის ნათლობას აპირებთ. გეუბნებოდით ბიჭო, ცოტა ზაფხულში ცივი წყალი არ მინდა მეთქი, მაგრამ ეხლა ამ ცივ წყალში გაცურავებთ. ამენ. დიდება უფალს. ნელ-ნელა წავედით, მაშინ დავეშვათ დასასრულისკენ ვიფასებო. მაგრამ ნახეთ, პეტრემ უთხრა, ბიჭო, ყველაფერი კარგად მაქვს უფალო, მაგრამ რაღაც მჭირს, რანუ ბიბლია ასახავს ამას ეკლის სახით, რომ ეკალი ქონდა პავლეს. და ნახეთ უფალმა რა უთხრა. ჩემი მადლია შენთან და ეს არის საკმარისი. ძვირფასებო, ნახეთ, რა არის მადლი? ის რომ ღმერთია შენთან. ამენ. თავარია ღმერთი იყოს შენთან და რა მნიშვნელობა აქვს სადგესობა. ამენ. ჰალელუია. გეყოფა, ჩემი მადლი საკმარისია. იმისთვის რომ შენ ყველაფერი გააკეთო და მოხდე ჩემთან. თავარია შენ იყო ჩემთან. და პავლე იყო უბედნიერესი ამის გამო ძვირფასებო. ჰალელუია. კარგით. გიხარიათ? ნახეთ, ნავში, არ ვიცი ეს გვაქვს ილუთ კი? როცა ღმერთი არის შენს ნავში, ეს არ ნიშნავს რომ არ იქნება შტორმი. ეს ნიშნავს რომ შენი ნავი არასოდეს არ ჩაიძილება. ამენ. ქება უფალს. რა მნიშვნელობა აქვს? ნავშიც იყავი და რომ არ გაექანოს. არა, იყო შტორმი. თავარი არ დაიღუპო. იესოს არ უთქვა ძვირფასებო რომ ყველაფერი ადვილი იქნება და გამოგივა. მან თქვა და დაგპირდა რომ ის შენთან იქნება. ამენ. იესო არ დაპირებია არავის რომ იქნება ადვილი ქრისტიანობა. ის რას დაგპირდა იცი? არ მოგშორდები. გინდა? გინდა? ამიტომ არ მოშორდე და ის შენთან იქნება ნებისმიერ განსაცდელში და ნებისმიერ განსაჭირში. ჰალელუია. ესაია 29:13. რატომ არის პრობლემები? იმის გამო რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებს ცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდანი გაზეპირებულ წესებად იქცა. ქრისტიანობა დღეს რელიგია გვაა და ძალიან ბევრს რომ უთრო, ქრისტიანი ვარ, წიგს ამოგიღებს, აქ ლოცვებია. 10 მსნება ვიცი, დაზეპირებული რა. ამ დროს ეს უნდა ქნა, ამ დროს იქეთ უნდა შეტრიალდე, ამ დროს ასე უნდა დაიღუნო, ასე დაწვე, წესები, აი რობოტებით. და ღმერთი არ არის რობოტი ძვირფასებო. ამიტომ ბაგით პირდები ღმერთს რომ არ მოშორდები, მაგრამ გული სად არის? აი პრობლემის სათავე. ერთგული, გახსოვთ რას ნიშნავს? აი თავი და თავი პრობლემის. კი, მომეწონა, გავიგე, ავივსე და მე შენი გული სად არის ამ შემთხვევაში? აი რა უნდა გამოასწორო? დაპირდები?
შეასრულო. არ იყო როგორც ის ხალხი, რომელიც დაეცა. კარგად რო იყო, ადიდებდა ღმერთს, პრობლემაში რო იყო, წუწუნებდა. და ლამის ლანძღავდა და აკიდებდა. ასე ადამიანი, რომლის გული არ არის ახლოს ღმერთთან ძვირფასნო. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება. ამენ. მიუახლოვდი და მოგიახლოვდება. უცნობილეს 91 ფსალმონში რას ამბობს? ნახეთ ბოლო სიტყვები. რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ. ღმერთი ამბობს. თქვი რადგან შევიყვარე? გადამარჩენს. დამიცავს, რადგან ვიცანი მისი სახელი. მოვუხმობ და მიპასუხებს. ჩემთან იქნება გასაჭირში. მესამე პირში ვამბობ. ნახეთ, გამომიხსნის და მასახელებს. დღეთა ხანგრძლივობით გამაძღებს და გადარჩენას მომივლენს მისას. ამენ. ნახეთ, ღმერთი რას გპირდება? შენთან იქნება სად? გასაჭირში. გიხარია? თუ გასაჭირი არ მოგეწონა. გინდა ღმერთი შენთან იყოს? გასაჭირი გინდა? ნუ როგორმე უნდა შეათავსო ეს ორი. თუ გინდა ღმერთი შენთან იყოს. არ უნდა თქვა, გასაჭირი არ მინდა, მარტო კარგად ვიყო და იქ იყავი ჩემთან. გასაჭირშიც რო აღმოჩნდე. ღმერთი შენთან იქნება თუ შენ მასთან იქნები. ამენ. თუ შეიყვარებ, გადაგარჩენს, დაგიცავს, რაც უნდა გასაჭირში მოხდე. გასაჭირი მოდის ვიფასებო. იესომ თქვა, ჭირი იქნებაო, მე მდევნიდან და თქვენც გაგდევნიანო. გესმით? შენ რა გინდა, ეს კი არ უკითხია. მე მდევნიდნენ და შენც გაგდევნიან. თუ გინდა ჩემთან მოხდე, გინდა? ამ დიდი ფართო გზიდან გადადი ვიწროზე, ეკლიანზე. კომფორტს რომ მივეჩვიე. ნუ იქნები ლოტის ცოლივით უგუნური. ამენ. ზეციერზე იფიქრე. ვიწრო ჭიშკარს დაუმიზნე, დაანები ამ თავისუფლებას თავი. ის შენთან იქნება. როგორც კი მოუხმობ, გიპასუხებს. შენთან იქნები გასაჭირში. ჯერ სისხლამდე არ გვიბრძოლია და უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება მეგობრებო, იმიტომ არის უმნიშვნელოვანესი. ჰალელუია. ადამიანი, ნახეთ, როგორ ადვილად შეატყობ ადამიანი ღმერთთან არის თუ არა. ვინც ღმერთთან არ არის, მას შეიძლება რაღაც შეიქოს თავი, გადიდგულდეს. გესმით? მე მაგრამ ვინც ღმერთთან არის, ის თავმდაბალია. რომ სიახლოვე უფრო ადვილად გაგებინებს თუ ვინ არის ის პიროვნება, ვისთანაც ხარ ახლოს. ნახეთ, რა კარგი მოსაზრებაა. ადამიანი რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას. ნახეთ, და უღირსობას, ხოლო ვინც მისგან შორს არის, ის თავისი ცხოვრებით თავმოწონებს. რა კარგი ტიპია, ნახეთ. ღმერთთან სიახლოვე დაგანახებს ვინ ხარ შენ, რომ ღირსი არ იყავი და ღმერთმა შევიყვარა, რომ გადაერჩინე, იმიტომ რომ ის არის სული ძვირფასებო და მას სურს რომ შენთან იყოს სულით. ამენ. მოდით ნახოთ ეს ბოლო ადგილი და მოვრჩეთ. უფალი იყოს შენ სულთან. ამენ. უფალი იყოს შენ სულთან. ჰალელუია. უფალი იყოს შენს სულთან. გინდა უფალი შენ სულთან იყოს. ამიტომ უთხარი ღმერთო. მოდი წამოვდგეთ. თქვი უფალო, მე მადლობას გიხდი ამ დღისთვის. მოდი ყველამ ერთად ხმამაღლა, მე მადლობას გიხდი. და გთხოვ ღმერთო, რომ იყო ჩემთან მუდამ. არ აქვს მნიშვნელობა რაში გავდივარ, რაში გამატარებ. თავარია ჩემთან იყო ღმერთო. უმთავრესი, რაზეც უნდა ვიყო ორიენტირებული, რომ არ მოგშორდე შენ. მაპატიე ყოველგვარი არასწორი და შემეწიე შენი სულის დახმარებით, რომ შენი მადლით იყო ჩემთან, შენი მოწყალებით იყო ჩემთან, ერთგულებით უფალო. ყველაფრისთვის მადლობას გიხდი იესოს სახელით.
ჰალელუია.